დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილე საბაჯიქიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სინდისის პატიმარს ბრალდება პოლიციელზე თავდასხმას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების კვლევის ეტაპი დასრულდა. პროკურორმა უდავოწნო დაცვის მხარის მტკიცებულებებიც. პროკურორს არ დაეთანხმა ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ მას მტკიცებულებების კვლევის შესაძლებლობა უნდა მიცემოდა. ავტონომიის სამართალთან შინაარსობრივად განვაცხადა. ჩვენ გვაქვს სასამართლოს დასაყრდნთა სია, აღნიშნული სია ავტონომიის სამართალზე, წინა სასამართლოს სხდომის მოსამართლემ დაუმტკიცა დაცვის მხარეს და უთხრა, რომ ეს პირები დაკითხდა. აქედან გამომდინარე, პირველი დასაყრდნთა სიაში მითითებული ყველა პირი, რომელიც არ დაკითხულა, ან და მოხსნილი არის ბრალდების მხარის მხრიდან ავტონომიის სამართლემ, აღნიშნული ყველა მოწმის დაკითხვას სურს დაცვის მხარეს და თავად გადაწყვეტს მოხსნის თუ არა, ასევე ბრალდების მხარეს, როდესაც მიიხსნის პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე უდაოდ, მე აქ დამტკიცებულებას უდაოდ, ჩემივე მტკიცებულებას, რაზეც ავტონომიის სამართლე თვითონ სასამართლოს გამოცემებში კი არსებობს სამეცნიერო კვლევები და სტატიები, ერთ-ერთი მაგალითად ბატონი პატრიკ ჭავმაზაშვილის, სადაც პირდაპირ მხარეს აქვს უფლება თავისივე მტკიცებულება გადაუხადოს და მისი გამოკვლევა მოითხოვოს სასამართლო პროცესზე. აქედან გამომდინარე, ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც არის ნუსხაში მითითებული, ვითხოვ, რომ გამოკვლევა იქნას. ეს მაინტერესებს ამ სადავოდ ნიშნავს ყველივე მტკიცებულებას. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ნიშნავს, რომ ეს ბრალდების მხარის ნუსხაშია მითითებული, თუმცა მას შემდეგ, რაც ბუნებრივია ბრალდების მხარემ აღნიშნული ზოგი გამოვებილებასად იმოხსნა. ცნაურ შემთხვევაში მათ ვერ დავკითხო, ავტონომიის სამართლე დავეთო. დიახ, და სწორედ ეს მაინტერესებს, ანუ თქვენივე მტკიცებულებას, ეხლა უკვე აღნიშნული არის თქვენი მტკიცებულება და მიიჩნევ, ანუ ეს შეყენებთ აღნიშნულს. ბატონოს სამართლე, ნახეთ, იურისტები ვართ და განმარტება რომ გავაკეთებ. ბუნებით ეს მტკიცებულება რამდენად არის ჩემი, ამაზე ვიმუშაობ მე და თქვენ, ნახეთ, რომელი მტკიცებულება არის ბუნებით დაცვის მხარის მოპოვება, ხო? აი, ეს პასუხობრივი ამ სამართლის ასაკთან დაკავშირებით სტატია ახსენა დაცვის მხარემ თბილისის საპროცესო სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, როდესაც დაცვის მხარე გადაწერს ბრალდების მხარის ნუსხას და შემდეგ უკვე ხის სადავოდ ამასთან დაკავშირებით უდაობასთან მიმართებით, მათ შორის თბილისის საპროცესო სასამართლოს ერთ განშინება არსებობს, სადაც უდაობას სასამართლო ეჭვაში არ აღებებს. ადვოკატის განმარტებით კანონმდებლობის თანახმად მტკიცებულების უდავოწნობას ორივე მხარე უნდა დაეთანხმოს. სასამართლოს სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარეს უფლება აქვს უდავოდ მიიჩნიოს მტკიცებულება. ამ შემთხვევაში მე მივიჩნევ უდავოდ დაცვის მხარის მტკიცებულებას. ავტონომიის სამართლე რეპლიკით საპროცესო კოდექსი აკრძალავს უდავობას მხარეს. ავტონომიის სამართლე რეპლიკით საბრძოლო. შუამდგომლობა ხო არის ეს? შუამდგომლობის დაყენების წესიდან გამომდინარე 94-95 მოკლებიდან გამომდინარე უნდა დააყენოს მოთხოვნის შემდეგ უნდა დააყენოს დასაბუთება, უნდა მიუთითოს რომელი მუხლიც არის. ბრალდების მხარე მუხლი არის, რომელიც არის. ნუ შუამდგომლობაში უნდა მიმითითოს შუამდგომლობაში. მე არ გაწყვეტინებდი. და აი მუხლში რომელიც არის ის ბრალდების მხარე პირდაპირ წერია ესეთი სიტყვები დარწმუნებულია სასამართლო მიწის. მხარეები თანხმდებიან მტკიცებულებათა უდაობას. ნახეთ, ჩანაწერი როგორია, მხარეები თანხმდებიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარეები ვერ თანხმდებით მაგ საკითხზე. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაცვის მხარის მტკიცებულებები უდავოწნო. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში პირებთან მიმართებაში ნაწილი ბრალდების მხარის მიერ იქნა გამოწვეული, ხოლო ნაწილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, შესაბამისად, მოწმის შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაყრდნთა სიაში, რაც არის მითითებული ზემოაღნიშნული პირები გახლავთ თავად დაცვის მხარის მტკიცებულებები, ან მოცემულობით და ან ეტაპზე მოწმის შემთხვევაში და სასამართლო მასთან მიმართებაში აღნიშნავს, რომ ცხადია მხარეები გავხდებიან მტკიცებულების გამოკვლევას უთმათ და არის რომ ზემოაღნიშნული იქნეს მიჩნეული უდაობა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ადვოკატის მხრიდან კიდევ ერთი შუამდგომლობა მოჰყვა. ავსაჯანიშვილმა მოსამართლის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენა და მოსამართლის აცილება მოითხოვა. თამარ მჭედლიშვილმა არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ავტონომიის სამართლე
თქვენ იშვიათ შემთხვევებში ხართ ხოლმე ნახეთ პროცესზე ისე რომ დაცვის ხარეს ან მხარეს არ მისცეთ შესაძლებლობა მტკიცებულება განიხილოს. დღეს ეს გააკეთეთ, რაც 59 მუხლის საფუძველზე თქვენს მიუკერძოებასთან დაკავშირებით აჩენს ეჭვს და თქვენს აცილებას ვითხოვ. მაგრამ ახსნი რატომ ბატონო მოსამართლე, რადგან შეიძლება ამ პროცესზე ეს გააკეთეთ, მაგრამ სხვა პროცესზე არ მოხდეს. ვიცი რომ ჩემი აზრით, როგორც იურისტის. ბატონო მოსამართლე, თქვენ ამ მომენტში დაუშვით, როგორც გავიგე, ალბათ მისულა, მტკიცებულება უდავთ. რაზმების ხარის მტკიცებულება, რომელიც გახადა მან უდავთ და შემდგომ დაცვის ხარემ წამოიღო და თავის მტკიცებულებად აქცია. თავის მტკიცებულებად რომ არ იქცია, რაზმების ხარი თავის მტკიცებულებას უდავთ ხო ვერ გახდით. ან მარტივად რო ახსნათ, გამომძიებელმა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა. აღნიშნული ექსპერიმენტი წამოიღო და აქეთ მოაქცია ჩემს მტკიცებულებას. შემდგომ მოდის ბრალდების მხარე, არ იკვლევს მტკიცებულებას ბატონო მოსამართლე და იძახის, რომ გამოუკვლევად დაცვის ხარესაც ეს მიჩნეულება მტკიცებულება და უდავოდ უხდით. თქვენ თუ აქ შესაძლებლობას არ დატოვებთ, რომ მტკიცებულება გამოიკვლევს, ყველა თავის მტკიცებულებას ბატონო მოსამართლე ბრალდების მხარე უდავოდ გახდეს. არც ერთ მოწმეს არ მოიყვანს პროცესი. მიმოვიდეთ ხო რა ვიზახ. აქედან გამომდინარე ის გარემოება, რომ თქვენ მიძახით, რომ საკუთარ მტკიცებულებას უდავოდ გახდომ არ შეიძლება, მაშინ აქეთ როგორ მოცემულობასირად საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელთან დაკავშირებით მაქვს კითხვები, ბრალდების ხარი ჩაატარა, აღნიშნული ექსპერიმენტი მინდა რომ იყოს მტკიცებულება ასევე ჩემს საქმეში. როგორ ჩემს ხარეს რომ მოხსნათ. როგორც კი მე ჩავდი აღნიშნული, ბრალდების მხარე როგორც კი აღნიშნულს უდავობას დააყენებს, ავტომატურად მის მტკიცებულებას გამოკვლეულად აქვს. აქედან გამომდინარე, თქვენ ამ кейსში მიუკერძოებენ ნამდვილად არ ბრძანდებით, იმიტომ რომ დაცვის მხარეს ამ მომენტში და ძალიან კარგია რომ ეს გააკეთოთ. იცით რატო არის ძალიან კარგი ბატონო მოსამართლე? იმიტომ რომ მე როგორც დაცვის მხარეს ამ кейსს აპელაციაში როდესაც წავიღებ და კიდევ უფრო ზედა ინსტანციებში ამ გადაწყვეტილებას გაგეუქმებენ და 297 მუხლის საფუძველზე ამ მოწმებს თავიდან დავკითხავ. აქედან გამომდინარე ბატონო მოსამართლე, ვფიქრობ რომ თქვენ ამ кейსზე აცილებული უნდა იქნათ იმის გამო რომ თქვენს მიუკერძოებობას ეჭვქვეშ ვაყენებთ. საბაჯექია, რომელსაც 19 წელი პატიმრობაში შეუსრულდა 5 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით ედავება. ჯიქია ბრალს არ აღიარებს.